პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართა. მოусმინეს მაყვალა გონაშვილს, რომელმაც გაიხსენა 2004-2007 წლებში მწერალთა კავშირის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, მწერლების დამცირება, დევნა და დარბევა. მაყვალა გონაშვილმა დეტალურად ისაუბრა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის სასტიკმო პრობაზე და მიზეზებზე, რის გამოც მწერალთა კავშირი სააკაშვილის რეჟიმის სამიზნე გახდა. კავშირი მე ჩემს ბავშვობას თუ გავიხსენებ, იყო ის ადგილი, სადაც თითოეულ მწერალს, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრსაც ყოველ დილით გული მიუწევდა, მიუჩქაროდა, უხაროდა იქ მისვლად, მაგრამ დადგა ერთი დღე ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს, როდესაც მწერლებს მწერალთა კავშირში ნიღბიანი სპეცრაზმელები შეუვარდნენ. როგორ განვითარდა მოვლენები ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს საქართველოს მწერალთა კავშირის გარშემო 2004 წელს, როგორც კი მოვიდნენ და ვარდების რევოლუცია, მწერალთა კავშირის იმდროინდელი თავმჯდომარე გადადგა, ჯერ არ უწევდა მას გადადგომა, იმიტომ რომ უკვე კარგად იცოდა, რომ ადამიანი, რომელმაც დაწერა გიჟი სახურავზე, ჯერ კიდევ ქართველებს ეგონათ, რომ გმირი მოდიოდა და მან დაწერა გიჟი სახურავზე, ამის გამო იცოდა, რომ მწერალთა კავშირს ძალიან ცუდი დღეები ელოდა. ამის შეეს მე მაშინ მოადგილე ვიყავი და აი პირველი რაც იყო ის, რომ ქართველი მწერლები, ეროვნული მწერლები ტაშით და მართლაც ვარდებით არ დახვდნენ ახალ ხელისუფლებას. ამას მოსდევს ის, რომ სულ მცირე ხანში მწერალთა კავშირში მოდის წერილი, რომ მწერალთა კავშირის ისტორიული შენობა, რომელიც 1920 წლიდან მწერლების საკუთრება არის, ეს უკვე ზოგჯერ არასწორად ამბობენ, რომ თითქოს ის გადასცა მისმა პირველმა მფლობელმა სარაჯიშვილმა. სარაჯიშვილის სურვილი იყო, მაგრამ ის გაცილებით ადრე გარდაიცვალა, შენობა ეკუთვნოდა ხოშტარიას და ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის და მიხეილ ჯავახიშვილის თხოვნით მან ეს შენობა გადასცა საქართველოს მწერალთა კავშირს. როცა შემოვიდნენ კომუნისტები და აპირებდნენ ამ შენობის შტურმით აღებას, ისე როგორც აიღეს სააკაშვილის ხელისუფლების დროს დახვდა ისევ ქართველი მწერლობა და იმ დროის ერთ-ერთი იურისტი, რომელიც იყო სახელად ბარათაშვილი, ასეთ სიტყვებს ამბობს. ყველა დროის თავრობას წყევლით მოიხსენიებს საქართველო, თუ ის ქართველ მწერლებს ამ შენობიდან გამოდევნის. ის რაც ვერ გაბედეს პირსისყრიანმა კომუნისტებმა, გაბედეს დემოკრატიის ნიღბით მოსულმა ადამიანებმა. ეს არის ის პერიოდი, ჩემზე უკვე თქვენ მოგეხსენებათ, როცა გონია რომ ბრეხტის სპექტაკლის გმირი ხარ, იყიდეთ რამე, იყიდეთ ჩქარა, გესმის ყველგან. ამ პერიოდში მეც დამიბარეს პარლამენტში, იმის გამო რომ იფიქრეს იქნებ შევარბილოთ წინააღმდეგობებიო და შემომთავაზეს რომ თუ ინერვიულებთ მაგაზე შენობა მაინც დაკარგავთ, მაგრამ ჩვენ ფონდს შევქმნით და შენ იქნები ფონდის დირექტორიო. ამ დროისთვის თავმჯდომარე, ამ დროისთვის რადგან გვარებით უნდა დავასახელოთ, ეს არის წესი სამართლიანობის, კომიტეტს ხელმძღვანელობდა ბატონი ნოდარ გრიგალაშვილი, წაგვართვეს ყველაფერი. წაგვართვეს მაჩაბლის 11, რომელშიც ახლა ოლიმპიური კომიტეტია, გაგვიყიდეს პოლიკლინიკა, რომელიც მწერალთა კავშირის საკუთრება იყო. გვართმევდნენ აჭარაში მწერალთა დასასვენებელ სახლს. ყველაზე შემზარავი იყო ის რომ როცა ჩვენ ბოლოს მივიღეთ წერილი ხელისუფლებისგან რომ უნდა დაგვეცალა შენობა, ისევ შევიტანეთ სარჩელი 2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ რომ შენობა გატეხესო. მე ვიფიქრე რომ ალბათ ქურდებმა ვერ წარმოვიდგენდი რომ იმ მაშინაც კი ვერ წარმოვიდგენდი რომ ყველაფერი ვიცოდი ვინ იყვნენ, მაგრამ თუ ამდენს გაბედავდნენ. არ ვიცი რატომ ხო შეიძლებოდა ისე გადაებარებიათ ეს ქონება. გალაქტიონის სურათი ეგდო კიბეზე და ღვთისმშობელი. ეს ორი, არ ვიცი, ეს თითქოს სპეციალურად დამახვედრეს და ზედ ფეხებით გადიოდნენ და გამოდიოდნენ. და შევედი ჩემს კაბინეტში და მესმის საშინელი ხმები პირველი სართულიდან ჩავირბინეთ, ჩემი წიგნების დარდი ნაკლებად მქონდა და ვხედავ ფანჯრიდან იყრება ყველაფერი, რაც კი შეიძლება გადაიყაროს დიფთები. და მე შევეხვეწე, ვეუბნები, რომ იცით, აი აქ კონსტანტინე გამსახურდია იჯდა, აბსკამს არ შეეხოთ, ამას არ შეეხოთ, აი ესე ვაფრთხილებ და პასუხი არ არის. სხვა ნივთები დალუქეს და მე როცა ავედი ოთახში, მაშინ პირველად გავიგე რას ნიშნავს გავშრი. იმიტომ რომ უცებ ვგრძნობ, რომ ვერ ვლაპარაკობ. და დღემდე გამყვა ამის შიში, როცა გამოვდივარ სადმე, სულ ვფიქრობ, რომ წყალი თუ არის ნეტა იქ. თურმე დამემართა დიაბეტი.
ჰქონდა თან თქვენს რომელიმე კოლეგას მცდელობა, რომ შეხვედროდით მაშინდელ კულტურის მინისტრს, ვინ იყო ეს? თითქმის ყოველდღე ვიდექით კულტურის სამინისტროს კართან და მახსოვს ერთხელ გოკამ პირად საუბარში თქვა გაბაშვილმა, ბატონო გოკა გაბაშვილმა, რომ ჩვენ ჩამორჩებით დროს, რადგან ვართ ფაშისტური ორგანიზაცია და სიტყვა ფაშიზმი ჩემთვის ისეთი მძიმე სიტყვაა დღემდე და უკითხე რას ნიშნავს მეთქი და თქვენო ვერ გზნობთო თანამედროვეების ნიავსო, თქვენო ზედმეტად გიყვართ სამშობლო, გადაჭარბებული სიყვარული გაქვთ სამშობლოსიო. რაც შეეხება ხელისუფლებასთან შეხვედრას არ შევხვედრივართ, არც იყო ამის საშუალება, იმიტომ რომ მათ დიდად არ ვეხატებოდით ჩვენ გულზე, თუმცა ბოლოს მოხდა ასეთი რამ, რომ როცა უკვე 7 ნოემბერმაც გაიარა და თვითონ ბატონი მიხეილ სააკაშვილის პრესტიჟი საკმაოდ შერყეული იყო, მითხრეს რომ მას ჰქონდა სურვილი მწერალთა კავშირის 90 წლის თავზე სიტყვით გამოსვლის, რაზეც მე კატეგორიულად თქვი წინა უარი, იმიტომ რომ ის რაც მოხდა 7 ნოემბერს იმის მერე არც ერთ ხელისუფალს არ ქონდა უფლება რომ ჩვენს გვერდზე დამდგარიყო. თქვენ ორ სხვადასხვა დროის კულტურის მინისტრთან, ბატონ გიორგი გოგაგაბაშვილთან და ნიკა რურუასთან ქონდათ გარკვეული კონტაქტები? ასევე მქონდა ვაშაძე ხომ? დიახ. მინისტრი როცა იყო გრიგოლ ვაშაძე, მაგასაც გეტყვით, ბოლოს ის იგი მთელი ამ პროცესების, ჩვენი შეხლა შემოხლის, დაუსრულებელი მიტინგების, მაშინ ხო ჩვენ მიტინგებს არავინ გადასცემდა, მაგრამ საქართველოს მაინც იცოდა რა დღეში ვიყავით. უცებ მირეკავენ დამლაგებლები და მეუბნებენ, უიმე ქალბატონო მაყვალა მგონი შენობას გიბრუნებენ. ჩვენ უკვე დაგვიბარეს, მწერალთა სახლი ერქვა, აი ამ დონეზე ვიგებთ და ვალაგებთ შენობას და უცებ მივხვდი რომ რაღაც კიდევ ერთი მსაკრობა მზადდება. მთელი ქართული მწერლობა გარეთ ვიდექით და მე გამოვაცხადე რომ სიცოცხლის ფასად არ შეუშვებდი სხვას თუ ნამდვილ მეპატრონეს არ შეუშვებდნენ შიგ. ვაშაძე იქ იყო, უნდა გაეხსნა და შეწყვიტა იმ წუთას ეს შეხვედრა და დაგვიბარა, გვითხრა რომ არ ინერვიულოთ ქართველო მწერლებო, მე ერთ თვეში გადავწყვეტ აბას. ჩვენ დაბრუნდით ბედნიერები, მთელი ქართველი მწერლები ერთმანეთს ულოცავთ და ღამე გამოცხადა რომ ვაშაძე სხვა თანამდებობაზე გადავიდა. რა უნდათ ყველაზე მეტად? 3 რამეს ემსახურებოდა ჩვენი განადგურება. პირველი და უპირველესი ეს იყო ისტორიული საძირკველის მორყევა, ახალი ადამიანის მიღება. მეორე, რისთვისაც ხდებოდა, ეს იყო ქონების შოვნა სახელმწიფოს. ართმევდა ყველას და ყველაფერს, განკულაკება ხდებოდა და მესამე, რაც ასევე უმნიშვნელო არ არის, ეს იყო შიშის დათესვა. ეს ყველაფერი იყო ერთადერთი რამისთვის, რომ დარღვეულიყო ქართველი კაცის საუკუნოვანი ცნობიერება. ამიტომ მოხდა თქვენ სახელმძღვანელო მკითხეთ, ამიტომ მოხდა იგივე დედაენის სკოლებიდან ამოღება და მე მახსოვს როცა უკვე თქვენი ხელისუფლების დროს მოხდა ის რომ დედაენას მიეცა იაკობ გოგებაშვილს უფლება რომ სკოლებში შესულიყო, როგორ გამოდიოდნენ და ამას დიქტატურად მიიჩნევდნენ ჩვენი ლიბერალები.